მოგესალმებით, ეთერშია ლელიანის ხმა, სათემო რადიოს დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ბელარუსი მწერლის, ჟურნალისტისა და სცენარისტის სვეტლანა ალექსიევიჩის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნს სახელწოდებით ომს არ აქვს ქალის სახე. წიგნში მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ასობით ქალის შესახებ, რომელსაც თვითონ წიგნის ავტორი ესაუბრა. ამ წიგნის საშუალებით მე-20 საუკუნეს ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვრჩა. წიგნში შევხვდებით ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებულ საბჭოური პათოსისგან თავისუფალ და შეულამაზებელ სურათებს, ქალის თვალით დანახულ და უფაქისეს დეტალებში განცდილ ომს, სადაც ყველაფერია სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარსაც წარგიდგენთ, მას შემდეგ რაც წიგნის შესახებ მოგიყვებით. სტუმრად ყავს გადაცემაში აფხაზეთიდან დევნილი ქალი, ქეთევან ღვინჯილია, რომელიც თავის მხრივ მოგვიყვება თუ რა გზა გამოიარა დევნილობის პერიოდში, ალბედითი 14 დღის განმავლობაში, როდესაც მოქალაქეებს უწევდათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვება ფეხით და შემდეგ უკვე როდესაც წყალტუბოში კონკრეტულად მოხდა მათი ჩასახლება, რას განიცდიდა ადაპტაციის პროცესში, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება და ზოგადად გვინდა რომ ამ გადაცემით არა მარტო წიგნის შესახებ მოგითხროთ, არამედ დაგანახოთ ქალის თვალით დანახული ომი. ავტორის შესახებ გეტყვით, რომ სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისი ამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას. ალექსიევიჩის თქმით, ისეთ ლიტერატურულ ხერხს ეძებდა, რომელიც ცხოვრების აღწერას საუკეთესოდ შეძლებდა, რადგან ყოველთვის სურდა რეალობა ქაღალდზე გადმოეტანა. მისი ყველა წიგნი ეყრდნობა მრავალსაათიან ინტერვიუებს იმ პირებთან, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ გასული საუკუნის კატასტროფები და ომები. მისი პერსონაჟები გვიყვებიან იმ სიმართლეს, რასაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს. 1983 წელს დაიწერა ალექსიევიჩის პირველი წიგნი ომს არ აქვს ქალის სახე. სვეტლანა ალექსიევიჩი 1992 წლიდან არის ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის ობიექტი. მას არაერთხელ მოუწყვეს სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც 2000 წელს მოუწია ბელარუსის დატოვება, ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში და 2011 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა 2020 წელს ბელარუსში მიმდინარე პროტესტის დროს ალექსიევიჩი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა. საბჭოს თითოეულ წევრს მთავრობის მხრიდან რეპრესიები შეეხო. მწერლის თქმით, მინსკში მის ბინაში შავნიღბიანი ხალხი ცდილობდა შეღწევას, რის გამოც დღე-დაღამ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები მორიგეობდნენ სახლთან, რათა არ მომხდარიყო ნობელიანტი მწერლის გატაცება. 2020 წლის 28 სექტემბერს სვეტლანა ალექსიევიჩს კვლავ მოუწია ქვეყნის დატოვება. 2021 წელს ბელარუსში მისი წიგნი უკანასკნელი მოწმეები ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან. ომს არ აქვს ქალის სახე მთლიანად აგებულია იმ ქალების რეალური ისტორიები, ვისაც რაიმე სახით უწევდა შეხება მეორე მსოფლიო ომის პროცესებთან. მინდა რომ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდი გაგაცნოთ და შემდეგ უკვე გავესაუბრებით ჩვენს სტუმარს. ერთ-ერთი ქალის ისტორია ასე გამოიყურება. ყველას ერთი სურვილი გვქონდა, ფრონტზე მოხვედრა. შიში გვქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კომისარიატში მივედით. გვითხრეს ცოტა წამოიზარდეთ გოგონებო, ჯერ მწვანეები ხართ. 16-17 წლისები ვიყავით, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე, მიმიღეს. მეგობარ გოგოსთან ერთად სნაიპერთა სკოლაში მინდოდა, მაგრამ მითხრეს მარეგულირებლები იქნებით. თქვენი სწავლის დრო ახლა არ არისო. დედა რამდენიმე დღეს იცდიდა სადგურზე. გვდარაჯობდა, როდის გაგვამგზავრებდნენ. დაგვინახა მატარებლისკენ მიმავლები. გადმომცა ნამცხვარი, 10-ოდე კვერცხი და გულწასული დავარდა. ეს არის ტატიანა ეფიმოვნა სემიონოვას მცირე ინტერვიუ. იგი სერჟანტი მარეგულირებელი გახლდათ. გაგაცნობთ ვერა დანილოვცევას ისტორიას, რომელიც სერჟანტი სნაიპერი გახლდათ. იმ დღეს პაემანი მქონდა დანიშნული, ფრთაშესხმული მივიჩქაროდი.
მეგონა ამ დღეს სიყვარულში გამომიტყდებოდა, მაგრამ დაღონებული მოვიდა. ვერა, ომია. მეცადინეობიდანვე ფრონტზე გგზავნიან. სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. მე კი რა თქმა უნდა თავი მაშინვე ჟანა დარკის როლში წარმოვიდგინე. მხოლოდ ფრონტზე და მხოლოდ შაშხანით ხელში ერთად უნდა ვიყოთ. მხოლოდ ერთად. გავიქეცი კომისარიატში, მაგრამ იქ მკაცრად მომიჭრეს. ჯერჯერობით მხოლოდ მედიკოსები გვესაჭიროება. სწავლას 6 თვე უნდა. 6 თვე, ხომ შეიძლება გადაირიო, მე კი შეყვარებული ვარ. როგორღაც დამარწმუნეს, რომ უნდა მესწავლა. კარგი, ვისწავლი მეთქი, ოღონდ მედდა არ ვიქნები, სროლა მინდოდა. მასავით სროლა. რამდენადმე შემზადებული ვიყავი საამისოდ. ჩვენ სკოლაში ხშირად იმართებოდა შეხვედრები სამოქალაქო ომის ვეტერანებთან და მათთან, ვინც ესპანეთში იბრძოდა. გოგონები თავს ბიჭების თანასწორად მივიჩნევდით. არავინ გუმიჯნავდა, პირიქით, ბავშვობიდან, სკოლიდან მოყოლებული გვესმოდა. გოგონებო ტრაქტორის საჭესთან, გოგონებო თვითფრინავის საჭევართან. ამას სიყვარულიც დაემატა. წარმოსახვაში ვხედავდი კიდეც, ერთად როგორ დავიღუპებოდით, ერთ ბრძოლაში. თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჩემი იდეალი ლარისა რეისნერი იყო. ტყავის ქურთუკიანი კომისარი ქალი. მხიბლავდა ლამაზი და ქალური რომ იყო. წიგნი მსგავსი ისტორიებით ნამდვილად მოგნუსხავთ და გაგიჩნდებათ სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოთ საბჭოთა პერიოდზე, მეორე მსოფლიო ომზე და ქალებზე, რომელთაც სულ სხვანაირად აქვთ დანახული ომის ტრაგედიები. ტრაგედიები, რომელშიც ისინი თავისებურ სიხარულს პოულობდნენ, თუ როგორ ამას სვეტლანა ალექსიევიჩის ეს წიგნი დაგანახებთ. ახლა კი გადაცემაში მინდა შემოვიყვანო აფხაზეთიდან დევნილი ქალი ქეთი ღვინჯილია, რომელიც თავის ისტორიას მოგვიყვება და თავისი თვალით დანახულ ომს გაგვაცნობს. ახლა კი გადაცემაში შემოვიყვანთ სტუმარს ქეთი ღვინჯილიას, რომელიც გაგვაცნობს როგორ ხედავდა იმდროინდელ მოვლენებს და რა სირთულეები გამოიარა და როგორ გადარჩა. ქეთი, გამარჯობა, მოგესალმები. მე ვიცი, რომ შენთვის ამ პერიოდის გახსენება მძიმეა, თუმცა შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ყველა სირთულე გადალახა და შეძლო შინაგანი სიხალისის შენარჩუნება. მოგვიყევი, როგორ მოხდა აფხაზეთიდან წამოსვლა, სად დასახლდით და ადაპტაციის პროცესში რა გაიარეთ? მოგესალმებით, მე ვარ ქეთევან ღვინჯილია, აფხაზეთიდან დევნილი, გულირიფშის რაიონიდან, სოფელი მერხეულიდან. 16 წლის ვიყავი აფხაზეთი, რო დაეცა 93 წელს, 27 სექტემბერს დაეცა აფხაზეთი. ძალიან რთული ამის გახსენება, ძალიან მიჭირს გახსენება. მე ამოვედით, დავადექით სვანეთის პერევალს, მთებს. 14 დღე ვიარეთ ფეხით, არც საჭმელი ვქონდა, არც სასმელი, რაღაც პატარა ნატეხები მოვქონდა, გზადაგზა. მაგას მივირთმევდით ხოლმე, თუ ვინმეს არ ქონდა, მივაწოდებდით ხოლმე. და 100 ღამე იყო ისეთი საშინელი სიცივე, გციოდა. ყოველი ღამე ტიროდი სიცივისგან. პალატკაც ქონდა ვითო, მაგრამ შიგნით გაჩერება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ცეცხლს რო დაანთებდი ბოლიზისგან ვერ გაჩერდებოდი. და ასე რა ვარც იქნა ეს 14 დღე სიარულში, ჩამოვედით ჭუბერში. ეს არ მინდა რომ გამოვტოვო, სვანეთში ხვდებოდნენ გზადაგზა ადამიანები, რომელიც ხაჭაპურს ხან კარტოფის მოხარშოს გვაწვდიდნენ ხოლმე და მაგის მერე დიდი გზა იყო, ძალიან ცხენებით გვეხმარებოდნენ. ბარგი რაც ქონდა, ისიც კი ძნელი იყო, ერთ სახე პატარა სუმკა ქონდა და ისიც კი ძნელი იყო, რომ ისეთი ტყვიასავით მძიმე გახდა. ეგეც კი დავტოვეთ გზაში, გადავყარა ხალხმა ყველაფერი თუ რამე მოქონდა გზაში ყრიდა, ტასაცმელი იყო თუ რაც იყო, იმიტომ რომ რთული იყო წაღება ამ მთაზე, ისეთი
14 დღიანი სიარული ძალიან რთული იყო. ჩავედით ჭუბერში. ჭუბერში კიდო ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ეს ბევრი სამდენი დევნილი ყველა ერთად, ზოგი ბაღში შევიდა, ზოგი სკოლაში შევიდა და სულ ყველა ვიწეკით პოლზე. მე გაგვიჭირდა სიცივე, რომ იყო შეჩვევა, პროდუქტს გვირიგებდნენ, ზოგს ხვდებოდა ეგ პროდუქტი, ზოგს არ ხვდებოდა, ტასაცმელს გვაძლევდნენ. რა ვიცი, ვინც როგორ, ზოგს როულობდნენ, ვიჭერდნენ და ასე იყო და გზადაგზა რომ მოვდიოდით და მავიწყდა, პერევალზე რომ მოვდიოდით, გადასასვლელი. ვერტალიოტით პურს ყრიდნენ ხოლმე, ზოგი იჭერდა ამ პურს, ზოგი ხრამში ვარდებოდა და არ ვიცი რა, ძალიან მიჭირს ხოლმე გახსენება. ეს 14 დღეს მერე ჩამოვედით ჭუბერში, ჭუბერში ვიყავით ერთი კვირა. იქ გვაძლევდნენ საკვებს, ისიც რთული პერიოდი იყო, ხალხს დაავადება გაუჩნდა, დიზენტერია გაუჩნდათ, მუნი გაუჩნდა, იმიტომ რომ ამდენი ყველა ერთად შეყრილი ხალხი ძალიან რთული პირობები იყო. მე ერთი კვირის მერე გადმოვედით მესტიითი ავტობუსით, ისევე ერთი პატარა პერევალი გადმოვიარეთ. ლეჩხუმიდან შემოვედით წყალტუბოში და წყალტუბოში მივედით სანატორიუმში. სანატორიუმში რო მივედით, იქ გვაძლევდნენ სამჯერადი კვება იყო, პატარა პორციები რაღაცა რო სულ მშიერი არ დახოცილიყო ეს ტოლვილები, დევნილები. და ძალიან გაგვიჭირდა შეჩვევა, ძალიან მიჭირდა, ერთი კვირა კი არა მეტი გარეთაც არ გამოვდიოდი. ვეღარ ავიტანე იქაურობა, მე ცოტა ნერვული სტრესები მქონდა, მე თავისთავად ნერვოპათოლოგთან დავდიოდით, ცოტა ვიმკურნალეთ და ნელ-ნელა მივეჩვიეთ იქ ცოტა ახალგაზრდების ის და შევეგუეთ ნელ-ნელა ამ პირობებს, რაც იქ მქონდა. მე უკვე რო დავწმუნდით, რომ დიდხანს გვიწევდა წყალტუბოში ცხოვრება, თავისთავად დავიწყეთ თავიდან ბრძოლა, რომ უნდა გვეცხოვრა და წინ უნდა წავსულიყავით, ჩავერთეთ მუშაობაში და ასე ნელა-ნელა მიქონდა ჩვენი დღე-ღამე. კეთი, აი რას აკეთებდით და მაინტერესებს ქალებმა როგორ შეძელით ადაპტაცია, პროფესიის შეძენა, ეს ისედაც რთული იყო წლების წინ ჩვენს რეალობაში, რომ ქალს მოეხერხებინა რეალიზაცია საოჯახო საქმეების მიღმა და მით უმეტეს, როდესაც ომი თავის კვალს ამჩნევს ადამიანის ცხოვრებას, აი ამ პირობებში შენ თქვი, რომ 16 წლის იყავი, სავარაუდოდ სკოლის დასრულებაც პრობლემა იყო და როგორ გაგრძელდა თუნდაც შენი თანასოფლელების ცხოვრება პროფესიული თვალსაზრისით? ჩემი ცხოვრება გაგრძელდა ისე, ჩემი თანასოფლელი, ჩემ გვერდით არავინ არ იყო, სულ ყველა იყვნენ ოჩამჩირიდან, ლეჩხუმიდან იყვნენ არადუელები, რომელიც ისეთი კარგი ხალხი იყო და ისე კარგად შევეგუეთ ერთმანეთს, ეშერიდანაც იყვნენ დევნილები, კი სოხუმელებიც იყვნენ ბევრი, მაგრამ უფრო მეტი ისინი იყვნენ არადუელები, ის ძალიან კარგი ხალხი, ისეთი კარგი მეზობლობა, ისე შევეგუეთ ერთმანეთს, გეგონებოდა ძველი მეზობლები იყვნენ ჩვენი მეზობლების გვესმოდა, რომ ზოგი სამეგრელოში იყო, ზოგი თბილისში იყო, ზოგი რა ვიცი, ვინსაც სათფავდა ახლობელი და ნათესავები. ასე ზოგი სხვის სახლში ცხოვრობდა, მერე გადავიდნენ საერთო საცხოვრებელში და ასე წვალობდა სულ ყველა და ჩემი ცხოვრება წავიდა იმით, რომ მე მერე ჩავაბარე მიან გინეკოლოგიურზე და დავამთავრე მიან გინეკოლოგიური და ეგ ჩვენთვის კარგი იყო. იმიტომ რომ უფრო გავხალისდი, ცხოვრება უფრო ცოტა სხვანაირად დავინახე, უფრო წინ წავედი უკვე კი ჯავრობდით როგორ არა ყოველი დღე იმაზე ვფიქრობდით, რომ ყოველი თვე და დღე და წელი გვეგონა რომ დაგვაბრუნებდნენ. რო დავამთავრეთ ეს მიან გინეკოლოგია უკვე, მე ჭრაკერვაზე ჩავაბარე, წყალტუბოში დავდიოდი.
ეგეც კარგი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ სახში ჯდომა არ შეიძლებოდა. წინ რომ წავსულიყავით, გვესწავლა და რაღაცები გვემუშავა. მამა ჩემი მუშაობდა, მე მყავდა ავადმყოფი და დედა ჩემი მაგას უვლიდა. და ასე ჩემი ძმაც ასე ჯარში წავიდა, ის იქიდან მოვიდა, იქ მე ჯარიდან რომ მოვიდა, იმამაც ხელსაქმის ის დაიწყო მან იმას პროფილაქტიკაში მუშაობა. და ასე შემდეგ რაღაცნაირად ავაწყეთ ცხოვრება და ყველა დევნილი, ყველა ქალი ასე ბრძოლობდა, ზოგი ვაჭრობდა და რა ვიცი, ყველა როგორც ჩვეულებრივად ყველა იწყებს ცხოვრებას. ერთ დღეს მოვიდნენ არასამთავროები, მე დამთავრებული მქონდა ჭრაკერვის კურსი და არასამთავროები რომ მოვიდნენ, გვითხრეს თუ ვინმეს რამე იცის ცოტა მაინც კერვაო, რომ შევიძინოვო საკერავი მანქანები და რომ გაგრძელოთ კერვა და 1-2 კაპიკი გააკეთოთ თქვენთვისო. და მე ჩავაბარეთ იქ ცოტა რაღაცა თარგების გამოცდა იყო, მე ჩავაბარე გამოცდა და მომცეს საკერავი მანქანა. და რაც შემეძლო, ჩემ მეზობლობაში მუშაობდი და 1-2 კაპიკს ვიღებდი ხოლმე. და მადლობელი ვიყავი მაგარა სამთავროებისი. ახლა გადავიდეთ ოჯახზე, რომელიც წყალტუბოში ცხოვრების დროს გაჩნდა შენს ცხოვრებაში, თუმცა შენი მეუღლე არ გახდათ ადგილობრივი. ეს ისტორიაც მოგვიყევით, იმიტომ რომ შენი ამბავი გრძელდება კიდევ სხვა ტერიტორიაზე, სხვა კუთხეში და სულ სხვა მოცემულობაში. ხო, მე დაოჯახდი, გავთხოვდი კახეთში. ძალიან შორი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ ასე მოხდა. ძალიან კარგი მეუღლე, კარგი 3 შვილი მეყოლა. ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდა, რომ ეს შვილები გაგვეზარდა. აქაც ბევრი ვიშრომეთ, დღემდე ვშრომობთ, მე და ჩემი ქმარი, მოყვავს ეს ოჯახი ასე. სირთულეებით შეგხვდა ბევრი, მაგრამ ყველაფერს მოვერიეთ და ახლა მყავს 3 შვილი, 2 ბიჭი, 1 გოგო, სტუდენტები და რა ვიცი რა, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. შენ მუშაობ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში და ჩვენს მსმენელებს გთხოვ, რომ ეს ამბავიც მოუყვე, როგორ მოხდა შენი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელახლა დაკავშირება და რა შეცვალა ამ პერიოდმა უკვე შენს ცხოვრება. სიახლე იყო ჩემთვის, რომ მოვედი, ბევრი კურსები იყო. თავიდან გავიარე ჭრაკერვის კურსი, კომპიუტერის კურსი, ცოტა ხანი ინგლისურზეც დავდიოდი, მაგრამ ისე რა. და ურთიერთობა აქ ისეთი არის, აი ძალიან თბილი, ერთმანეთს უზიარებთ, გაჭივრებას, ტკივილს, ყველაფერს ერთმანეთს ისე უზიარებთ და თუ რამე პრობლემა არის და რაც შეიძლება სხვაგან ვერ მოყვე და შენ არასამთავრობოში აქ ერთადერთ შენ ახლო მეგობარს მოუყვე და ერთად ბრძელობთ და ერთად გადაგაქვთ ეგ პრობლემები და აი ეგ ჩემთვის ყველაზე ნიშნულოვანი არის, რომ ასე რაც არ უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, გვერდზე მიდგია ესეთი ადამიანები, რომელიც იმედი მაქვს, სანამ ვიქნებით ერთად ჩემ ცხოვრებაში. და ამ არასამთავრობომ ბევრი რამე მიცა ხალხს, პროექტების წერა ასწავლა. დღემდე მუშაობ არასამთავრობოში, უკვე 11 წელია. პარტია სახლისი და ასე ვარ მოვდივართ რამდენი წელი არის ერთად. კეთი, შენი მონათხრობიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც აფხაზეთის ომმა მოგიტანა და ომის შედეგებმა მოგიტანა, შენ მაინც შეძელი ცხოვრების გაგრძელება, ფეხზე წამოდგომა, პროფესიული ცხოვრების განვითარება და შენი მონათხრობიდანაც ჩანს, რომ ახლა სადაც იმყოფები და სადაც მუშაობ, შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და შენს შინაგან განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. მინდა დასასრულისთვის მსმენელებს
ვუთხრათ თუ რა გავლენა იქონია ომმა შენს ცხოვრებაზე, რა გადაიაზრე და იმ ადამიანებს მისცე იმედი და გაამხნევო ის ადამიანები, ვისაც თუნდაც ახლა უწევს ამ პროცესებში ყოფნა, ან ებრძვის ომის შედეგებს დღემდე. ჩემ ცხოვრებაში ომმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ძალიან ცუდი დაღი დატოვა, იმიტომ რომ დღემდე არასოდეს არ მავიწყდება და ყოველთვის გული მტკივა. დღესაც არ მინდა გახსენება ამ ვიდეოს ან სურათებს რო უყურებ, თავიდან მთელი ოჯახი და შვილები გასაზრდელი რომ მყავდა, უფრო გადართული იქით ვიყავი. დღესაც ასე ვართ გადართული შვილებზე, მაგრამ ახლა რა წლები მემატება და რაც დრო მიდის, უფრო მეტად მტკივა გული და მიჭირს გახსენება. რამდენჯერ შევხედავ და დავათვალიერებ სურათებს, ვიდეოებს, სულ ტირილი მინდა და გული მტკივა ძალიან. იმ დონეზე რომ სულ ვცდილობ რომ არ შევხედო, რომ გული არ დამიმძიმდეს. ძალიან რთულია ომი და ყველას ვეტყოდი იმას, რომ უნდა გაძლიერდეს, ვინც ომში არიან და იბრძოლონ და წინ წავიდონ და იყონ ძლიერი ქალები, ასე თუ გადაირჩენენ თავს. ომი ყველაზე ცუდია, რაც არსებობს დედამიწაზე. ვფიქრობ, მსმენელებმა კარგად გაიაზრეს თუ რისი გადატანა უწევს ადამიანს ომის პერიოდში, თუმცა შენი ისტორია არის მამოტივირებელი, რადგან ყველა სირთულის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია წამოვდგეთ, ცხოვრებისეული გამოცდილებები ვაქციოთ ჩვენს ძალად და მათ შორის სამაგალითოები ვიყოთ. შენ იმ სამსახურში მუშაობ, სადაც მეც და შენი ხალისიანი განწყობა ნამდვილად გადამდებია და ალბათ ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, ესე რომ არ გეთქვა, რომ აფხაზეთის ომის დევნილი იყავი, იმიტომ რომ ყოველდღურად ისეთ დადებით ენერგიას გასცემ ყველას მისამართით. გისურვებ მხნეობას და სულ ბედნიერი ამბები გქონოდეს ცხოვრებაში. შეგახსენებთ, რომ ლელიანის სათემო რადიოს მხარდამჭერია გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია DVV International. სათემო რადიო შეიქმნა პროექტის ფარგლებში მისი ხმა, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაგემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე.